საღამოშვიდობის, ეს არის მოკლე ჩართვა, მე ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ვარ და უკვე ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს ხვდებით და ვაჯამებთ რა იყო მთელი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი და საინტერესო საქართველოში და მსოფლიოში. ამ კვირაში საქართველოში საინტერესო ის იყო, რომ მამუკა მდინარაძე აღარ არის სუსის ხელმძღვანელი და მისთვის შეიქმნა ახალი სამინისტრო, რომლის ფუნქციაც უნდა იყოს ძალოვან უწყებებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, თუმცა ცოტა გაუგებარი არის, იმიტომ რომ მგონი არა მარტო ძალოვან ყველა სამინისტროებს და ზოგადად მთავრობას ხალხი ფულს იმაში უხდის, რომ ისედაც კარგი და სწორი კომუნიკაცია ქონდეთ ერთმანეთში და ამას არ უნდა სჭირდებოდეს დამატებითი სამინისტროების გახსნა. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ისეთ ქვეყნებში, როგორც ვართ ჩვენ, სადაც არის რეჟიმი, ასეთი არაადეკვატური გადაწყვეტილებები, რომელიც არის მთავრობის ინტერესში და არა სახელმწიფოში, ძალიან ხშირად მიიღება ხოლმე და უცნაური არის ისიც, რომ ასეთი სახელმწიფო იქნება ქვეყანაში, რომელსაც უშიშროების საბჭო არ აქვს და ისეთ ქვეყანაში, რომელსაც დეკლარირებული მტერი ყავს, 20% ოკუპირებულია და უშიშროების საბჭოს ნაცვლად ჩვენ გვაქვს რაღაც ახალი უწყება, რომელმაც უნდა დაალაგოს ურთიერთობა სამინისტროებს და ძალოვან უწყებებს შორის და დასალაგებელი რატო არის, ეს არის ყველაზე საინტერესო. რაც შეეხება მსოფლიოს, რა თქმა უნდა, ისევ ირანი და ამერიკა არის მთავარი თემა მსოფლიოში. ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიანი ვადა გავიდა და ასე ვთქვათ, ამერიკამ გაახანგრძლივა, თუმცა მოლაპარაკებები, რომელზეც იმედს ამყარებდა ნაწილი საზოგადოების, იმიტომ რომ ბევრი სკეპტიკურადაც უყურებდა, ჩაიშალა. და რაღაცა ღიად რჩება ეს საკითხი. დღეს ჩვენი სტუმარი არის გიგა ჯოხაძე, გამარჯობა გიგა, ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი და დღეს ვისაუბრეთ თემაზე, რომელზეც ძალიან დიდი ხანია მინდოდა საუბარი, ეს არის ტრამპის პოლიტიკა. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა მოწვევისთვის. არ ვიცი, ჩემი შეფასებით ტრამპი არის რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევა ამერიკის ისტორიაში. ყველაზე არაპროგნოზირებადი ალბათ პრეზიდენტი განსაკუთრებით ბაიდენის შემდეგ, რომელიც სხვადასხვანაირ პოლიტიკას აწარმოებდა და ძალიან ბევრი რაღაცა ტრამპმა შეცვალა. და ასე ვთქვათ, ტრამპისტები და ანტიტრამპისტები არა მარტო ამერიკაში არიან, ასე ვთქვათ, საქართველოშიც და ყველგან. პირველ რიგში მოდი დაუბრუნდები მოლაპარაკებებს, ძალიან ბუნდოვანია, გაუგებარია ფაქტობრივად რა იქნება. და ამის პროგნოზირება რთულია, ვიცი, მაგრამ მაინც როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე დღის წინ ნახეთ, რომ ეს მოლაპარაკება ფაქტობრივად კი არა, სრულიად ჩაიშალა. კი ბატონო. მადლობა კითხვისთვის, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, ძალიან საინტერესო ვითარება არის შექმნილი ამ მომენტისთვის. ახლო აღმოსავლეთში ირანის ომს გულისხმობ, ირანის საკითხს გულისხმობ. ხო, ეს 10 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თავიდანვე ცხადი იყო, რომ დიდად შედეგს არ გამოიღებდა, იმიტომ რომ რეალურად რაზეც უნდა შეთანხმდნენ მხარეები, ხო, გულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელის კოალიციას და მეორე მხრივ ირანის ისლამურ რესპუბლიკას, მათი მოთხოვნები მოლაპარაკებებში არის ორივეს მხრიდან არის მაქსიმალისტური. და მათი მოთხოვნები მნიშვნელოვნად არის ერთმანეთთან აცდენილი, ანუ ერთს სურს ის, რაც არ სურს მეორეს, ხო? აი, მაგალითად, კონსენსუსი როგორ შეიძლება შედგეს გამდიდრებული ირანის გატანაზე? ხო, რამდენიმე საკითხია აქ მნიშვნელოვანი, რაზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ და სავარაუდოა, რომ ვერ შეთანხმდებიან. პირველ რიგში ეს არის ირანის ბირთვული პროგრამა, რომელზეც მოლაპარაკებები წარმომს უკვე მრავალი ათეული წელიწადია, ბოლო 2 ათწლეული მაინც ყოველ შემთხვევაში. თუმცა, აი ობამას ადმინისტრაციის პერიოდში იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ირანის ბირთვული შეთანხმება გაფორმდა მხარეებს შორის და მერე, როდესაც ტრამპი გახდა პირველი ვადით პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების, ტრამპი უნილატერალურად ერთმნიშვნელოვნად გამოვიდა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან. შემდგომ იყო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მცდელობა, რომ დაბრუნებოდა ამერიკის შეერთებული შტატები, ირანი და ასევე ევროპელი მოკავშირეები 5+1 ფორმატი იყო, მაშინ სადაც ევროპელი მოკავშირეებიც, მათ შორის გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ასევე და სხვა სახელმწიფოებიც მონაწილეობდნენ ამ მოლაპარაკებებში და მთავარი მიზანი იყო ის, რომ შეზღუდულიყო ირანის ბირთვული პროგრამა და ამის სანაცვლოდ მოკავშირეების თავაზობდნენ ირანს, რომ სანქციები
მოეხსნათ გარკვეულწილად იმის შესაბამისად რა პროგრესიც იქნებოდა ამ მოლაპარაკებებში მხარეები შეთანხმდებოდნენ ირანისთვის სანქციების მოხსნაზე. ამის შემდგომ ისევ როგორც ვიცით გახდა 2024 წლის ნოემბერში ისევ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მეორე ვადით და თავიდანვე ირანთან დაკავშირებით ძალიან ესეთი ჰარდლაინერული პოზიცია დააფიქსირა ტრამპმა, ხო, აი რაღაცა ისეთი ხისტი პოზიცია რაც არ უჭირს, ირანთან ხო მოლაპარაკებებში. ის ამბობდა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას რეალურად არ აქვს არანაირი მომავალი და ირანის ბირთვული პროგრამის დასრულების ერთადერთი გზა მისი აზრით იყო მხოლოდ ეს ხისტი და ძალისმიერი მიდგომა და სანქციების პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გახისტება, ასე ვთქვათ. ნუ როგორც ხედავთ, ამან არ გამოიღო დროთა განმავლობაში შედეგი და პირიქით მივედით იქამდე, სადაც მივედით, ხო, ახლა ან გვაქვს ომი ახლო აღმოსავლეთში, სრულმასშტაბიანი ომი, უკვე 7 კვირაა ეს ომი მიმდინარეობს. ამ თავარი მიზანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის სწორედ ამ ბირთვული პროგრამის გაჩერება. ის რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ და მისმა მეთაურობამ ვერ მოახერხოს მომავალი თვეების წლების განმავლობაში ურანის ისე გამდიდრება, რომ ის არ გარდაიქმნას ბირთვულ იარაღად, ხო? რეალურად აქ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები არ ყავს მოლაპარაკებებში, ყავს ასევე ისრაელი, რომლის მიზანი და რომლის ხელმძღვანელობით მიზანიც არის კიდევ უფრო მეტად ხისტი და ისრაელის მიზანი საბოლოოდ მაქსიმალისტური მიზანი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის განადგურება. ხო, შეგვიძლია ვთქვათ ომში ირანის სრულად დამარცხება და რეჟიმის ცვლილება. რეალურად აი ტრამპის პოლიტიკა თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ არის საკმაოდ არაპროგნოზირებადი და ეს პირველივე დღეებშიც ჩანდა, აი თებერვლის ბოლო იყო, თუ არ ვცდები, როდესაც ამერიკამ და ისრაელმა მიიტანეს სრულმასშტაბიანი იერიში ირანზე და კარგად ჩანდა ეს არაპროგნოზირებადება და ის რომ რეალურად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას არ ქონდა წინასწარ მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა თუ და მიზანი ჩამოყალიბებული თუ რა იყო ამ საჰაერო თავდასხმების რეალური მიზანი, ხო? ანუ შეიძლება ყოფილიყო ეს მიზანი, რა ვიცი, რეჟიმის შეცვლა ირანში, ბირთვული პროგრამის დასრულება, თუ რა ვიცი, უბრალოდ ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის ხო, განადგურება რაღაცა პროცენტით მაინც. მაქსიმალურად. პირველი პრობლემა, რაც ტრამპის ადმინისტრაციას ჰქონდა, იყო სწორედ ეს, რომ რეალურად არ იყო კარგად გათვლილი ამ სრულმასშტაბიანი თავდასხმის მიზანი ირანზე. ამის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო? თქვათ ეს ტრამპის რაღაცა ефექტებადი უცნაური გადაწყვეტილებები, არ არის რეალურად. კი, რა თქმა უნდა, ადმინისტრაცია არის, ადმინისტრაცია მხოლოდ ტრამპი არ განსაზღვრავს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას, მისი ადმინისტრაცია, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი პირველი ვადისგან განსხვავებით, მას კიდევ უფრო მეტი ან გაცილებით უფრო მეტი გავლენა აქვს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის წარმოებაზე და მათ შორის ადმინისტრაციაში კადრების დანიშვნაზეც. პირველ ვადაში ჩვენ გვახსოვს, რომ ადმინისტრაციაში ტრამპის გარემოცვაში იყვნენ ისეთი პირები, რომლებიც ხმამაღლა ბედავდნენ ტრამპთან შეწინააღმდეგებას. მეორე ვადისას უფრო მანამდე, სანამ ტრამპი გახდებოდა ამერიკის პრეზიდენტი, მეორე ვადით მან შეცვალა საკადრო პოლიტიკა და შეეცადა, რომ დაენიშნა ადმინისტრაციაში ისეთი ტიპები, ისეთი ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, მაქსიმალურად შეეცდებოდნენ ტრამპთან არ ქონოდა კონფრონტაცია, ხო? იესმენებს უწოდებენ ასეთ ადამიანებს ამერიკის ადმინისტრაციაში და სწორედ ასეთი ადამიანებით არის დღეს უფრო მეტად აშშ-ის ადმინისტრაცია წარმოდგენილი. მე მგონია, რომ რეალურად საქმე იმაშია, რომ ტრამპი ალბათ არ ვიცი ვინ შესაძლოა იმანაც რომ ის რეალურად ხშირად არ უსმენს საკუთარი ადმინისტრაციის და გარემოცვის წევრებს, ეს ადამიანი, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შევიდა შეცდომაში, ის ფიქრობდა, რომ რეალურად აი პირველი კვირის განმავლობაში, როდესაც საჰაერო თავდასხმები იყო ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის მხრიდან, პირველივე კვირაში ან მაქსიმუმ მეორე კვირაში ეს ომი დამთავრდებოდა რეჟიმის ცვლილებით. სავარაუდოდ ტრამპის მთავარი ჩანაფიქრი რეალურად ეს იყო. თუმცა ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ მიუხედავად იმისა, რომ მისი ძალოვანი უწყების ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის ზოგადად ძალოვანი სტრუქტურების და რაც მთავარი ლიდერის, ხო, სასულიერი ლიდერის ალი ხამენეის მკვლელობის მიუხედავად ირანმა მოახერხა, რასაც დღეს ხედავთ, ყოველ შემთხვევაში მოახერხა
რომ მაქსიმალურად შეერბილებინა ის ფრაგმენტაცია, რაც რეალურად გამოწვეული იყო ამ პოლიტიკურ ელიტებს შორის ფრაგმენტაციას გულისხმობ, რაც გამოწვეული იყო ირანის და ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. დღეს ვხედავთ, რომ ირანის პოზიცია კიდევ უფრო მეტად არის კონსოლიდირებული, კი არის საუბარი იმაზე, რომ ირანის ელიტებში, სამხედრო და პოლიტიკურ ელიტაში არის მნიშვნელოვანი ფრაგმენტაცია, განხეთქილება. ეს ჩანს და ამაზე საუბრობს ტრამპიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. თუმცა ჩვენ რასაც ვხედავთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ახლა ისლამაბადში ხო პირველი იქ არ რაუნდი იგრძნობა. მიმდინარეობდა მოლაპარაკებების, იქ არ იგრძნობოდა ეს განხეთქილება და პირიქით, ანუ რაც ჩანს ის და სახეზეა ფაქტი, რომ ირანის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა კიდევ უფრო მეტად არის კონსოლიდირებული და მე მაგალითად ეს საერთოდ არ გამკვირვებია, იმიტომ რომ რეალურად ესეთ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს ღია ომი და კონფრონტაციის დრო ხო, რა აღარ არის თქმა უნდა, მორალურად. კონფრონტაციის დრო არ არის ეს ერთი და ასეთი კრიზისები და მით უმეტეს ღია ომი ყოველთვის ახდენს მოსახლეობის და პოლიტიკური ელიტებისაც და ყველა სახის მათ შორის სამხედრო ელიტების სრულ კონსოლიდაციასაც მჰმ. ერთი მიზნის ირგვლივ და ეხლა რაც ჩანს მოლაპარაკებების მაგიდასთან არის ის, რომ ამერიკული პოზიციები ჯერ არ არის კაფიოდ ჩამოყალიბებული, რეალურად არ იცის ამერიკის ადმინისტრაციამ რეალურად რა უნდა და რისი მიღება არის შესაძლებელი მოლაპარაკებების მაგიდასთან. ირანის მხრიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ირანის ხელში აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტები, მათ შორის თავარი ბერკეტი რაც არის, ეს არის ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, ამაზეც. მჰმ. რომელზეც გადის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 20% და მის გარეშე მსოფლიო ეკონომიკა არის მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, ხო? ჩვენ ვნახეთ, რომ უკვე ერთი თვეა ნავთობის ფასი არის მნიშვნელოვნად ჩვენთანაც იგრძნობა კი, ჩვენთანაც საწვავის ცხადია, ფასი, ანუ რა თქმა უნდა. ელემენტარული ლოგიკაა, როდესაც ერთ სახელმწიფოს აქვს ხელში კონტროლის ისეთი მჰმ. ბერკეტი და მექანიზმი, რომლითაც შეუძლია, რომ სოფლიო ეკონომიკა გამოთიშოს, გარკვეული პერიოდით მაინც საერთოდ ეს არის მნიშვნელოვანი ბერკეტი მოლაპარაკებებში და ყველანაირად ცდილობს ირანი, რომ გამოიყენოს ეს ბერკეტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. აი ზუსტად ჰორმუზის სრუტეზე მინდა გკითხოთ, რაღაცა ტრამპი ამბობდა, რომ ვაკონტროლებთ, ხან მუხარის ტონით, ხან თითის ქნევით. ზუსტად ახლა შევეცდები ჩავრთო ის ვიდეო, ირანულმა მხარემ გამოაქვეყნა დღეს სხვათა შორის, რომ ანუ განაცხადეს, რომ აკონტროლებენ სრულად და მათ შორის მტკიცებულებად გამოაქვეყნა რაღაც ვიდეო, სადაც ერთ-ერთ უზარმაზარ გემზე ადიან ეს ნიღბიანი, ასე ვთქვათ, ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და იქ რაღაც მოკლედ აპატიმრებენ თუ ასე შემდეგ, ანუ ამითი გვეუბნებიან, რომ ჰორმუზის სრუტეში ყველაფერს აკონტროლებენ. რეალურად რა ხდება და თუ ჰორმუზის სრუტის პრობლემა ვერ მოგვარდა, ანუ ფაქტია, რომ ვერ გვარდება. იმიტომ რომ აქამდე მოგვარდებოდა ტრამპს და ისრაელს მათ შორის ამისი შესაძლებლობა რომ ქანოდათ, ფაქტობრივად ამის გამო მოხდა ამ ცეცხლის შეწყვეტაც, ხო? და მეორე მხრივ ირანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელსაც ხელიდან არ გააგდებს. ანუ რა უნდა მოხდეს, თან ჰორმუზის სრუტე რაღაც არ არის განყენებული თემა, რომელიც არ მოქმედებს არაფერზე მთელ მსოფლიოზე მოქმედებს. რა უნდა მოხდეს და თუ ვერ მოილაპარაკეს საბოლოოდ, რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ. იმიტომ რომ მოლაპარაკება წინა გადაცემა როცა გქონდა, მაშინაც ვამბობთ, რომ წარმოუდგენელია რა თემაზე შეიძლება მოილაპარაკონ. დღესაც იგივე მდგომარეობა კიდევ უფრო ბუნდოვანი. კი. ეს ტრამპის ადმინისტრაციამ, თავიდანვე დაინახა ეს შესაძლებლობა და ალბათობა იმის, რომ ირანის ხელმძღვანელობა ჩაკეტავდა ჰორმუზის სრუტეს და პირველივე დღეებში ადმინისტრაციამ სცადა, რომ რაღაცა ასეთი ფართო კოალიცია შეექმნა საკუთარი მოკავშირეების მხარდაჭერით და ნატოს წევრებში. ხო, ნატოს წევრი სახელმწიფოებთან ერთად შეექმნა ასეთი ფართო კოალიცია და ჩვენ გვაქვს ბევრი მაგალითი წარსული 10 წლეულების ისტორიიდან, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები რაღაც ფართო კოალიციით ახდენდა რაღაც სამხედრო კამპანიების განხორციელებას სხვა რეგიონებში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთშიც, ხო? რაც ვნახეთ პირველივე დღეებში ტრამპის ამ შემოთავაზებას თუ მუქარას, რა ვიცი, ცოტა მუქარატანარევი ტონიც გვახსოვს ტრამპის მხრიდან, რომ მოუწოდებდა ძალიან ღიად ნატოელ მოკავშირეებს, რომ ხარი დაეჭირათ ამ სამხედრო კამპანიისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა პირველ რიგში ჰორმუზის სრუტის გახსნას და ამ მხრივ ტრამპი მართალია, იმიტომ რომ რეალურად ეს ყველას პრობლემაა და ეს მარტო ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემა არ არის და ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ევროპელმა მოკავშირეებმა წყალი გადაასხეს ტრამპს კიდევ ერთხელ და უთხრეს, რომ ეს მათი ომი
არ არის. ამის შემდეგ ტრამპი გაბრაზდა, ბევრი სიტყვა გაიცვალა იმაზეც, რომ რუტეც იყო ჩასული. ხო, რუტეც იყო ჩასული და ტრამპი დაიმუქრა და ადმინისტრაციის წევრებიც დაიმუქრნენ, რომ რაღაც ნატოს დატოვებდა ამერიკის შეერთებული შტატები და ამაზე მე ვისაუბროთ. კი ბატონო, აი სრუტეს რაც შეეხება უფრო ლოგიკური არ იქნებოდა, რომ მოკავშირეებთან წინასწარ ქონდოდა რაღაც კომუნიკაცია, რომ ამიბავთ მხარს და რაღაც ალიანსი. ტრამპი არ გამოირჩევა, თქვენ როგორც აღნიშნეთ, ტრამპი არის საკმაოდ არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსი, რომლის მსგავსიც ამერიკის არც ერთი პრეზიდენტი არ ყოფილა, ალბათ შეგვიძლია ეს თანამამად შეიძლება. ასევე დაგეგმვაც ის გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვაც, როგორც ჩანს, ტრამპის ძლიერი მხარე და მისი ადმინისტრაციის ძლიერი მხარე ნამდვილად არ ყოფილა და ალბათ ამაში ისიც არის დამნაშავე, რომ როდესაც ის ფაქტორიც არის დამნაშავე, რომ როდესაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ჩვენ გვახსოვს, რომ ევროპელი მოკავშირეები აი ძალიან ისე ელაპარაკებოდნენ ტრამპს, რომ რაღაც ტრამპს ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოტა რაღაც ზემოდან დაიწყო ტრამპმა ევროპელი მოკავშირეების ყურება, ხო? იღაც რუტე როცა იყო ჩასული, მან თქვა, რომ ესმის, მაინც ენის მოჩრეკით იყო. ტრამპი თუ იყენებს ძალიან ხის ენას, აი რუტემას თქვა, რომ მესმის ამერიკის შეშფოთების თუ წყენის, მაგრამ ტონიც საერთოდ სხვადასხვა. და ალბათ ამის გამო, როდესაც ტრამპი მიჩვეულია, რომ ასე ესაუბრება ყველა მოკავშირე, ალბათ ამ შემთხვევაშიც მას არ წარმოედგინა და ვერ წარმოედგინა, რომ ევროპელი მოკავშირეები მას უარს ეტყოდნენ ამ სამხედრო კამპანიის განხორციელებაზე. აი სამომავლო სცენარებს რაც შეეხება, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. ამის შემდეგ ერთადერთი ალბათ რაც შეეძლო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას და გააკეთა კიდევაც პრინციპში იყო ის, რომ ბლოკადა შემოაქცია ჰორმუზის სრუტე, მაგრამ ესეც არ არის მარტივი გასაკეთებელი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დღეს არის მსოფლიოს ერთადერთი სუპერსახელმწიფო და სამხედრო თვალსაზრისით პირველ ადგილზე არის, ჯერ მარტო ავიღოთ ის ფაქტი, რომ ტრილიონს ხარჯავს დაახლოებით თავდაცვაზე და დანარჩენი 7 ნატოელი მოკავშირის დაფინანსება რომ აიღო, მაინც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დაფინანსება რეალურად უფრო მეტი. ამის შემდეგ გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინა, თუმცა ესეც შეიძლება ითქვას, რომ წამგებიანი თამაში იყოს, ამას აქვს თავისი ჰორმუზის სრუტის ბლოკადას თავისი დადებითი მხარეებიც, უარყოფითი მხარეებიც. დადებითი მხარე ის არის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეიძლება ფიქრობს, რომ თუ ჩაკეტავს სრუტეს რეალურად არ მიცემს შესაძლებლობას ირანულ გემებს, რომ საკუთარი ნავთობი გაიტანონ მთელ მსოფლიოში, დიდი ეკონომიკური წაგება იქნება ირანისთვის ეს და ეს გადაითარგმნება შემდგომ კიდევ უფრო მეტად გახლეჩვაში ელიტებს შორის, ხო? ირანის ელიტებს შორის და მარტო ირანი ხო არ ზარალს. ხო, ეგ არის ორმაგი ის არის, ორმაგი შესაძლებლობაც არის და გამოწვევაც რეალურად. ამას აქვს თავისი საფუძველი რეალურად, იმიტომ რომ დაახლოებით ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა დაახლოებით 500 მილიონის ზარალს უტოვებს ყოველდღიურად ირანს. თუმცა აქ მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებიც არ არის გასათვალ, კიდე სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი და რეალურად მეორე მხრივ ისიც არის, რომ თუ დიდი ხანი გაგრძელდება ეს ჰორმუზის სრუტის ბლოკადა და რეალური შედეგი არ დაიდება, ხო, ეს მცირე სამხედრო გამარჯვებები რაც აქვს ისრაელის და ამერიკის სამხედრო კოალიციას, ეს თუ არ გადაითარგმნა რაღაც პოლიტიკურ მდგენელში, ხო, მოლაპარაკებების მაგიდასთან, რაღაცა თუ არ დათმო ირანმა, გავა რაღაც სიტყვაზე 2 კვირა, კიდე 1 თვე და რეალურად არ შეიცვლება არაფერი. მაშინ ცეცხლის შეწყვეტა უნდა ხო, აი ეგ არის ირანის რეჟიმი ეხლა რასაც უყურებ, მე ზოგადად მგონია, რომ ცდილობს აიძულოს ტრამპი რაღაც მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდეს და მარცხი განიცადოს არამხოლოდ რაღაც მოლაპარაკებების მაგიდასთან მარცხი, არამედ რაც თავარი იმიჯური მარცხი. საკუთარ მოსახლეობაშიც შექმნას რაღაც იმიჯი, რომ რეალურად ირანი, პატარა ირანი, კი რეგიონული ლიდერია ირანი, ხა დიდი სახელმწიფოა ცხადია. და რესურსებიც დიდი აქვს, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი მით უმეტეს მათი კოალიცია არის გაცილებით უფრო ძლიერი, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და მათ შორის დიპლომატიური თვალსაზრისით. ალბათ ეს ბოლოა, რასაც ტრამპი იზამს, რომ თავისი რეპუტაცია შელახოს რამე დათმობით, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ამბიციები აქვს. ისედაც ბევრი დათმო, მე რასაც უყურებ ტრამპმა ბოლო პერიოდში, ბევრჯერ მოუწია საკუთარი ნათქვამის უკან წაღება, ხო? აი პირველ კვირებში ამბობდა, რომ რეალურად ძალიან მალე შეიცვლება რეჟიმი და
ალბათ ერთ-ერთი მთავარი შეცდომაც იყო ცუდი ტაიმინგი ამ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების. ხო, ჩვენ გვახსოვს, რომ ყველაზე მძიმე პერიოდები ირანში იდგა იანვრის დასაწყისში. თუ არ ვცდები, 8-10 როდესაც იანვრის კი. მოვლენები, როდესაც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი იყო გამოსული ქუჩაში და რეალურად ხმამაღლა სკანდირებდა და ცდილობდა, რომ რევოლუცია მოეწყო. კიდე ხო, ტრამპსაც ისლამური მიმართავდნენ თვითონ კი, აქციის ტრამპსაც მონაწილეები და მიმართავდნენ დაგვეხმარეთ და და თვითონაც ტრამპი ხო თქვა, რომ ამბობდა გზაშიაო დიდი ხნის დახმარება. განმავლობაში. მესმის, რომ რაღაც მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ გართულებებთანაც მაგრამ არის მაშინ არ უნდა თქვა დაკავშირებული. ეგ, ხო? ხო, აი ზუსტად მაგას ვამბობ, ცუდი დრო შეარჩია. მე მგონია ესეც ერთ-ერთი დამატებითი დაგვიანებული ფაქტორია, იყო. დაგვიანებული იყო საკმაოდ. საკმაოდ დაგვიანებული იყო. აი სცენარები არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რა შეიძლება მოხდეს ესკალაციისკენ წავა. ჰორმუზის სრუტის გარშემო განვითარებული მოვლენები თუ პირიქით დეესკალაციისკენ და ჯერჯერობით რასაც უყურებთ, მიდის მხოლოდ და მხოლოდ ესკალაციისკენ და ირანის ელიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გათვლა კიდე რეალურად შეიძლება იყოს ის, რომ რაც უფრო დიდი ხანი გაიწელება ბლოკადა და რეალურად წარუმატებელი იქნება და მაინც რეალურად ჩაკეტილი ირანს ექნება ეს ჰორმუზის სრუტე, მით უფრო მეტი იქნება შანსი, რომ ტრამპმა რეალურად ნიშნავანი დანაკარგები განიცადოს მოლაპარაკებების მაგიდასთან. იმიტომ რომ არა მხოლოდ აი სამხედრო საკითხები არის მნიშვნელოვანი ტრამპისთვის, არამედ ამერიკის შიდა პოლიტიკის საკითხებიც არანაკლებ ნამდვილად. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის შუალედური არჩევნების წელი, ჩვენ ვიცით რომ ამ წლის ნოემბერში იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები და ნუ მასე აირჩევენ ორივე კონგრესს, ორივე პალატას, ხო, წარმომადგენელთა პალატასაც და სენატსაც, ხო, ზედა პალატასაც და ახლა არსებული კონფიგურაციით რესპუბლიკელებს აქვთ უპირატესობა, მას შემდეგ რაც მოიგეს 2024 წლის საპრეზიდენტო და საკონგრესო არჩევნები, თუმცა ძალიან მყიფია ეს. ხო, იმიტომ რომ ამ სხვაობა. ომმა სერიოზული უკმაყოფილება კი, გამოიწვია ომმა ამერიკელებს და გამოიწვია ნოემბრამდე ცხადია. კიდე რა იქნება, ალბათ არავინ კი, არ იცის. ისედაც ჩანს, რომ არ მარტო ეგ საკითხიც არ არის, ხა აი ოლქებს შორის გადანაწილებაზე მიდის ძალიან დიდი დავა დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს შორის და შტატებში, სხვა შტატებში გადის რეფერენდუმებზე ეს საკითხი რა. ტრამპი ცდილობს, რომ ისე გადაათამაშოს ეს საკონგრესო ოლქები, რომ მაქსიმალურად მეტი მანდატი მიიღოს მომავალ შუალედურ არჩევნებზე და დემოკრატები კიდე ცდილობენ თავიანთ კონტროლირებად შტატებში, რომ იგივე გააკეთონ და კიდე ცალკე ეს პრობლემაა, კიდე ამას ემატება ისიც, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ გამოიწვია, ну გლობალურად ცხადია ვიცით, როგორც ნავთობზე და გაზზე ფასების გაზრდა და ეხლა დღესაც მაგალითად დაიდო ნიუსი, რომ 1 გალონი ნავთობის ფასი გაიზარდა კიდევ 20 ცენტით დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეკონომიკური პრობლემები, ანუ რის გამოც რეალურად ტრამპი აირჩია ამერიკელმა ამორჩეულმა იყო ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში შექმნილი ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზა დაინახა ტრამპში, იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ვადისას ტრამპის მთავარი სიძლიერე რეალურად იყო სწორედ ეკონომიკური და სოციალური საკითხები და უკვე აი რა ვიცი მეორე წელია ხო რაც ტრამპი პრეზიდენტია და ვერ ახერხებს ელემენტარული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრას და ამას ემატება ეს ნავთობზე ფასების გაზდაც მომავალი შუალედური მისივე არჩევნებიც ბრალი გამოდის, ასე ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა, ეხლა ეს დაწყება ამ სამხედრო კამპანიის დიდ როლს თამაშობს ამაში და აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ალბათ ისიც, რომ ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით 60 დღეზე მეტი თუ გრძელდება სამხედრო მოქმედებები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, შემდგომ ომის გაგრძელება კიდე აღარ შეუძლია პრეზიდენტს, არ არის მის უფლებამოსილებებში და კონგრესის ავტორიზაციას საჭიროებს და კონგრესში როგორც გითხარით, ну უპირატესობა კი აქვთ რა თქმა უნდა რესპუბლიკელებს, თუმცა ძალიან მყიფე და იქაც დიდი პოლიტიკური ბატალიები იქნება ეს 60 დღე როდესაც ამოიწურება, თუ არ ვცდები 1 მაისს იწურება და ну მოკლედ ბევრი საკითხია ისეთი დაგროვილი, რამაც შეიძლება ტრამპი აიძულოს, რომ ძალიან დიდ დათმობებზე წავიდეს ამ ირანთან მოლაპარაკებების საკითხში და ალბათ ირანის მთავარი გათვლა არის ახლა დროის მოგება. რომ რაც უფრო მეტი დიდი ხანი აიძულებს ტრამპის ადმინისტრაციას, რომ გააგრძელოს ბლოკადა, ну შესაძლოა ნაწილობრივ სამხედრო თვალსაზრისით წარმატებულად, მაგრამ არ გადაითარგმნოს რაღაც პოლიტიკურ გამარჯვებაში, ეს იქნება ირანის ელიტის გამარჯვება, ირანის მმართველი რგოლის გამარჯვება და შემდგომ უკვე მოლაპარაკებების მაგიდაზე მოუწევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ეს მაქსიმალისტური მოთხოვნები რაც აქვს, თუნდაც ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, სარაკეტო სისტემების განადგურებასთან დაკავშირებით, ცოტა უფრო
შეამციროს და უფრო ნაკლებად მაქსიმალისტური მოთხოვნები გააჟღეროს უკვე შემდგომ მოლაპარაკებების. ალბათ ეს არის რეალურად ის რამდენთ რეალური ირანული კალკულუსი, მოქმედების მატრიცა, რითიც ალბათ ეს მოქმედებს ეს ირანული რეჟიმი. ნატოს თემას რო დაუბრუნდეთ, ჯერ რაღაც პერიოდის წინ ადმინისტრაციაში გაკეთდა განცხადება, რომ რამდენიმე საათში შეიძლება ამერიკამ დატოვოს ნატო, რაც ცოტა არასერიოზული იყო ტექნიკურად, სულ მცირე შეუძლებელია. მაგრამ მუდმივად ისმის ძალიან ხისტი კრიტიკა ალიანსის წევრებს შორის. მე არ მახსენდება, მართლა არ ყოფილა ნატოს ისტორიაში, რომ ასეთი დიდი დაპირისპირება ყოფილიყო ალიანსის შიგნით, ამ ენით ესაუბროთ ერთმანეთის მიმართ და ასე ღიად ეთქვათ რაღაცებზე უარი. თუმცა ისიც არ მგონია, რომ აი ამ რაღაცამ ნატოს შეარყიოს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ხა ერთი ტრამპი ვერ იზამს, ცოტა რაღაც სხვა პროცესებია, მაგრამ მაინც მინდა რომ ვიკითხო. ალიანს რამდენად დააზიანებს ის, რაც დღეს ხდება, იმიტომ რომ მთელი მედია ეხაც გახსნილი მაქვს და ალბათ ჩვენი მაყურებელიც ნახავს, რომ მედიაში ფაქტობრივად ამაზე წერენ მუდმივად, რომ ნატო დასუსტდება, თუ არ დასუსტდება ამითი და თუ დასუსტდება, მაშინ საერთოდ მსოფლიო უსაფრთხოებას და ძალთა ბალანსს რა ეშველება. ნატო სამხედრო თვალსაზრისით არ დასუსტდება, ცხადია, იმიტომ რომ ჯამურად ნატოს სამხედრო შესაძლებლობები გაცილებით აღემატება ყველა თუნდაც ერთად აღებული რევიზიონისტული რეჟიმების სამხედრო შესაძლებლობებს, რითიც უკვე დასუსტებულია ნატო არის, აი სწორედ თქვენ რაც აღნიშნეთ, პოლიტიკური მდგენელი, ხო? ანუ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აქვს ორი მდგენელი, ერთი არის სამხედრო კომპონენტი, მეორე არის პოლიტიკური და პოლიტიკური კომპონენტი ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია სამხედრო კომპონენტზე და ამ მხრივ ტრამპის გამარჯვება შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე ნიშნავდა იმას, რომ ტრანსატლანტიკური სოლიდარობა შემცირდებოდა და ნატოს ევროპელ და ჩრდილოამერიკელ ანუ ამერიკის შეერთებული შტატების გულისხმობ მოკავშირეებს შორის რაღაც წყალი შედგებოდა, ხო, წყალს შეუყენებდა მათ ურთიერთობას და ამას საფუძველი ჰქონდა, თუნდაც შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ პირველ ვადაში, როდესაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ასევე ისტორიულ მინიმუმზე შემცირდა იმ პერიოდშიც ტრანსატლანტიკური კავშირი და სოლიდარობა ევროპელ მოკავშირეებთან, თუმცა მეორე ვადა კიდევ უფრო ხისტია, კიდევ უფრო მეტად განსხვავებულია და ამაზე იზრუნა, ჩემი აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციამ იმაზე, რომ ნატოს ვერ მოეხერხებინა, ნატოს დატოვება ვერ მოეხერხებინა ტრამპის ადმინისტრაციას. ცოტა დრო იყო დარჩენილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე, როდესაც კონგრესში კენჭი უყარეს ამ საკითხს, შეიძლებოდა თუ არა პრეზიდენტს უნილატერალურად ცალმხრივად დაეტოვებინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ბაიდენის ადმინისტრაციამ შეძლო ის და მემკვიდრეობა დატოვა რეალურად ის, რომ ასე მარტივად პრეზიდენტი რაც არ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ვერ დატოვებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ამას რეალურად სჭირდება კონგრესში ორივე პალატაში, ანუ როგორც ქვედა წარმომადგენელთა პალატაში, ასევე ზედა პალატაში, სენატში, მანდატების 2/3, ანუ 2/3-ის თანხმობა, რაც არის შეუძლებელი 2/3-ის თანხმობა, რომ მარტივად მიიღწეოდეს, ტრამპი უკვე დიდი ხნის წინ აღარ იქნებოდა უკვე პრეზიდენტი და იმპიჩმენტი იქნებოდა დიდი ხნის წინ მომხდარი, ხო, რეალურად. ანუ საუბრები იმაზე, რომ ამერიკამ შეიძლება დატოვოს ნატო, არ არის ალბათ რელევანტური, თუმცა რელევანტურია ის, რომ პოლიტიკური მდგენელით ნატო არის დასუსტებული და ნატო არის დასუსტებული უკვე იქიდან გამომდინარე, რომ მის მოკავშირეებს შორის ერთობა შეუდგა წყალი მნიშვნელოვანწილად და მისი მოკავშირეები რეალურად ვერ თანხმდებიან რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ეგზისტენციალურ საკითხებზეც კი შეგვიძლია ვთქვათ, რაც შეიძლება იყოს ერთგვარად ირანში არსებული ომი, ხო? და ჩვენ ვნახეთ, რომ მოკავშირეებმა როგორც აღნიშნეთ, წეღან უარი უთხრეს ტრამპს ამ სამხედრო კამპანიას. ნუ ამასაც თავის ლოგიკა აქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია, თუმცა ტრამპის ხედვა იყო ალბათ ესეთი, რომ მე თუ მოვთხოვ ევროპელ მოკავშირეებს, ისინიც გამომყვებიან თვალდახუჭული და წამოყვებიან ნებისმიერ სამხედრო კამპანიაში, რაც ნუ აღმოჩნდა, რომ რეალურად ეს ასე არ არის. მნიშვნელოვანია ისიც, რა შედეგი დასრულდება ეს შუალედური არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში და კონგრესში როგორ გადანაწილდება ძალთა ბალანსი პარტიებს შორის. თუ შედგება როგორც ვარაუდობენ ზოგიერთი ექსპერტები ამერიკის საშინაო პოლიტიკის, რომ თუ შედგება ლურჯი ტალღა, ასე ვთქვათ, ამ დემოკრატების ძალიან ისეთი ლენდსლაიდ გამარჯვება, მაგ შემთხვევაში შესაძლოა ნატოსთან კიდევ უფრო მეტად დალაგდეს
რაღაც დონეზე ურთიერთობით და პრეზიდენტს უფრო მეტად შეეზღუდოს საგარეო პოლიტიკის წარმოების ინსტრუმენტები. ვნახოთ ესეც რა შედეგით დასრულდება შუალედური არჩევნები, თუმცა საერთო ჯამში ხა ნატო ისეთი სამხედრო პოლიტიკური ალიანსია, რომ რომელიმე პრეზიდენტის რაღაც ხისტი რიტორიკა, თუნდაც ეს იყოს არაპროგნოზირებადი ტრამპი, ალბათ ამ ალიანსის სიძლიერეს საერთო ჯამში ვერ დააკლებს ვერავის. ესე იგი ტრამპი წავა და ალიანსი ისევ რა იქნება. თქმა უნდა და მე მგონია თუ შემდეგი პრეზიდენტი უფრო ადეკვატური იქნება, საერთოდ ეს თემა დღის წესრიგიდანაც მოიხსნება და რაღაც მგონია რომ დროებითი პროცესია, ცოტა манипуляციური ტრამპის მხრიდან, ვიდრე რეალურად რომ ხა ნატო დატოვოს შეერთებულმა შტატებმა, აი ეს ზღაპარი არის და ძალიან უცნაურია რომ ასეთ აბსურდულ და არასერიოზულ განცხადებას ვისმენთ სწორედ ადმინისტრაციის პრეს-სპიკერისგან ოფიციალურ დონეზე. ეგ იმის ბრალია, წეგან როგორც აღნიშნე, აი ეს ეხა ამ ვადაში იესმენები იესმენები ზუსტად ეგ გამახსენდა, ეს ქალი გამახსენდა, რადგანაც პირდაპირ პირველი იესმენად, რომელიც პრეს-სპიკერი. ჰორმუზის სრუტეს რო დაუბრუნდეთ, ოღონდ ჩინეთის პოზიცია ხო ყველა ზარალდება ამ პროცესში და ჩინეთმა ჯერ კიდევ თავშივე გაკეთა განცხადება, როდესაც ომი დაიწყო, ასე ვთქვათ, თავდასხმები ირანზე, რომ ჰორმუზის სრუტეში გავლა არ უნდა შექმნა და საფრთხე რაც არ გამოვიდა ესე. ჩინეთის როლი რა არის და შეიძლება თუ არა, რომ მან ამ პროცესზე, მოლაპარაკების პროცესზე ზეწოლა მოახდინოს და თუ მოახდენს რომელ მხარეზე უფრო. კი, ახლა ჩინეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთშიც. ეხ ბევრი ნიუსი გავრცელდა, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ აი ეხა ყოველდღე იდება ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი სიახლე. და ამ სიახლეებიდან ბევრი არის ფეიქი, ხო? აი ფეიქ ნიუსი და ვერ ვიგებთ რეალურად რა ხდება ამ ჰორმუზის სრუტის გარშემო. მაგალითად, გავრცელდა ბევრი ინფორმაცია, რომ ჩინეთმა შეაპარა ხომალდები და შეუტანა რა ის სამხედრო ამუნიცია ირანს, ხო? ვერ გავიგებთ ამას, ანუ მართალია არ არის მართალი, სავარაუდოა რომ არ არის მართალი, თუმცა შესაძლოა მცდელობები ყოფილიყო ჩინეთის მხრიდან. ხო, ჩინეთს რა თქმა უნდა პირველ რიგში მის ინტერესებში შედის ჰორმუზის სრუტის გახსნა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი არის ინდუსტრიული სახელმწიფო და ის არის პირდაპირ დამოკიდებული ნავთობის იმპორტზე საკუთარ სახელმწიფოში, ხო? და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე ამ მხრივ ეკონომიკური მოკავშირე არის სწორედ ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომლიდანაც მნიშვნელოვანი წილი, საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი ნავთობის შემოდის სწორედ ჩინეთში ირანიდან. შესაბამისად, მის ინტერესებში, როგორც ინდუსტრიული სახელმწიფოს ინტერესში არის ის, რომ ჰორმუზის სრუტე იყოს გახსნილი და ამისთვის ის ცდილობს ყოველ შემთხვევაში დიდად ალბათ თავი არ გამოუჩენიათ იმით, რომ ჯერჯერობით რაღაცა მნიშვნელოვანი ზეწოლა განეხორციელებინათ ამერიკულ მხარეზე ან ირანულ მხარეზე თუნდაც. თუმცა აქ მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ მომავალ თვეში თუ არ ვცდები მაისის დასაწყისში ერთმანეთს ხვდებიან ტრამპი და სი ძინპინი. ამ შეხვედრაზე ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, განხილვის საკითხი იქნება სწორედ ჰორმუზის სრუტის გარშემო მიმდინარე მოვლენები, თუ მანამდე არ გაიხსნა ჰორმუზის სრუტე, რასაც მე პირადად სკეპტიკურად უყურებ, არ მგონია რომ ირანმა ეს კარტი რომელიც მას ჩაუვარდა ხელში, ასე ვთქვათ, ამ სრუტის ჩაკეტვით რაღაცნაირად გაანიავს. მე მგონია რომ ზეწოლა შესაძლოა იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებზე უფრო მეტად ვიდრე ირანზე. კი ალბათ ბლოკადაც გაგრძელდება, ვერ შევა და ვერ გამოვა სრუტიდან ალბათ ეს ნავთობით დატვირთული გემები და პრობლემა შეექმნება რა თქმა უნდა ჩინეთსაც, ხო? ჩინეთის კომუნისტურ პარტიასაც, ჩინეთის ხელმძღვანელობასაც. ამ შემთხვევაში მას რეალურად რა შეუძლია გააკეთოს? ალბათ არაფერი. სამხედრო მეთოდებით ამ პრობლემას ის ვერ გადაჭრის, იქიდან გამომდინარე რომ სრუტეს აკონტროლებს არა მხოლოდ სრუტეს გარშემო კიდე დიდ ნაწილს ამ სპარსეთის ყურის ამერიკის შეერთებული შტატები არ მგონია რაღაც ისეთ გამწვავებაზე წავიდეს და ესკალაციაზე რომ სამხედრო მეთოდებით სადოს ამ პრობლემის გადაჭრა. სხვა მასშტაბი იქნება საერთოდ. თავისთავად კი ბატონო ამას გამორიცხულია რომ ეს გარისკოს, იქნება ალბათ უფრო მეტად დიპლომატიური ზეწოლა და აი სწორედ ამ შეხვედრაზე სი ძინპინსა და ტრამპ შორის ალბათ სი ძინპინის მხრიდან გაჟღერდება ალბათ რა ვიცი მოთხოვნა თუ არ ვიცი როგორ დაელაპარაკებიან ეს ორი პრეზიდენტი, ეს ორი მართველი და ლიდერი საკუთარი ქვეყნების ერთმანეთს, თუმცა რეალურად ალბათ ეს საკითხი იქნება მთავარი ამ მათი შეხვედრის აჯენდაში. ალბათ შეიძლება რომ უფრო დიპლომატიურად ან უკრაინის საკითხს გადააბას რამენაირად მაგალითად როგორ შეიძლება ეს თემა
უკრაინას დახმარებასთან დაკავშირებით, ხო? ანუ უკრაინის დახმარების საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით ახლა უკრაინაში ომი გრძელდება, არ დამთავრებულა, ხო, ცხადია ომი, თუმცა ყურადღება, ფოკუსი გადატანილი არის სრულად ირანზე და ახლა ზელენსკიც საუბრობდა ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ არ არის სწორი მხოლოდ და მხოლოდ ირანის ომზე გაამახვილოს ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ და ეს ომიც არ უნდა იქნას დავიწყებული. არ ვიცი, შესაძლოა სადოს უკრაინასთან რაღაც პირდაპირი კონტაქტების გაჭრა ჩინეთმა, ან რაღაც საერთო ეკონომიკურ შეთანხმებაზე საუბარი, ანუ რა თქმა უნდა ნაადრევია და ალბათ ეს არ მოხდება, თუმცა შესაძლოა ზეწოლის ბერკეტად მექანიზმად გამოიყენოს ნებისმიერ რაღაც. თუმცა არ მგონია, რომ რეალურად რაღაც ნიშნულოვანწილად რაღაც დიდი გავლენა მოახდინოს ჩინეთმა ამ საკითხში, მაინც გონია, რომ აი ცოტა უფრო პასიური მაყურებლის როლს მოიგებს. რასაც აქამდე რასაც ისედაც აკეთებდა, იმიტომ რომ რეალურად ეხა ამ კონფლიქტები თუნდაც უკრაინაში და თუნდაც ირანში ყველაზე მეტად ხელს ითბობს სწორედ ჩინეთი. იქიდან გამომდინარე, რომ მისი მთავარი გეოპოლიტიკური თუ გეოეკონომიკური კონკურენტები, რაც არის ნუ დასავლეთი და ამ შემთხვევაში რუსეთი, რომელიც ასევე სუსტდება. კი, რუსეთი სუსტდება, დასავლეთის ყურადღებაც გახლეჩილია. იქით უკრაინაში რუსეთს ებრძვის, ასე ვთქვათ, ხო? ცდილობს ყოველ შემთხვევაში, ასევე აქეთ ირანში, სადაც პირდაპირ არის ჩართული სამხედრო თვალსაზრისით და ეს ყურადღება არის გახლეჩილი, ხო, აი ეს დასავლეთის და ამაზეც ხელი შეიძლება მოითბოს ჩინეთმა. ჩინეთ არ ვფიქრობ, რომ რაღაც მნიშვნელოვან სამხედრო რაღაც მანევრებს გააკეთებს საკუთარ რეგიონში, ხო, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ზოგი ამბობდა მაგალითად წინასწარმეტყველებდა იმას, რომ შესაძლოა ტაივანს დაარტყას ჩინეთმა. არ ვფიქრობ, რომ ეს ეხლა ამ უახლოეს პერიოდში მოხდება, თუმცა რა თქმა უნდა არის ამის ალბათობა და უფრო მეტად იზრდება ამის ალბათობა, როდესაც მის მთავარი კონკურენტები სხვაგან არიან ჩართულები კონფლიქტში და მათი ყურადღება არის სრულიად სხვა რაღაცაზე გადატანილი. ხო, ამ შემთხვევაში რუსეთის ყურადღება უკრაინაზე, დასავლეთის ყურადღება ცალკე უკრაინაზე და ცალკე ირანზე და ამ შემთხვევაში ხელფეხი ეხსნება ჩინეთს სამოქმედოდ. ხო, ანუ შეიძლება ყველანაირად მაქსიმალურად გამოიყენოს ეს მოცემულობა და ხელი მოითბოს ამით ჩინეთმა. გამოდის, რომ ყველაზე კარგ პოზიციაში დღეს არის ჩინეთი. ასე ვფიქრობ მე ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ისრაელზეც მინდა გკითხოთ, თავიდანვე იგრძნობოდა, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებით არც ნეთანიაჰუ და არც ისრაელი არ იყო კმაყოფილი, თუმცა მათ მოუწიათ, რომ ტრამპის გადაწყვეტილებას დამორჩილებოდნენ. არის შანსი, რომ მე პირადად მგონია, რომ არა, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს, არის შანსი, რომ ისრაელმა რაღაც დამოუკიდებლად დაიწყოს ახლა მოქმედება, იგივე დარტყმების განახლება, თუნდაც იმ მოტივით, რომ რაღაცა ეს კრიზისი ჩიხშია შესული და გამოსავალი არ ჩანს. არა, არ ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლად შეძლებს ნეთანიაჰუ რაღაც აი ნიშნულოვანი დარტყმების განხორციელება, შეიძლება რაღაც ლიბანში გადავიდეს, ჰეზბოლას წერტილოვანი დარტყმები, ჰეზბოლაზე განახორციელოს წერტილოვანი დარტყმები, თუმცა ირანზე რაღაც მნიშვნელოვანი, რაღაც სრულმასშტაბიანი აგრესიის განხორციელება ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ალბათ არის წარმოუდგენელი. ჩვენ გვახსოვს 12 დღიანი ომიც წინა წელს, როდესაც ასევე ცდილობდნენ ყოველ შემთხვევაში და ასევე ნუ საერთო ჯამში ამ ორი სახელმწიფო, ეს ორი სახელმწიფო იყო მნიშვნელოვნად დაკავშირებული, პირველ რიგში სადაზვერო მონაცემებს სულიდნენ და ეს სამხედრო თავდასხმაც იყო კოორდინირებული ამ ორ სახელმწიფოს შორის. ახლაც ვფიქრობ, რომ მთავარი დამრტყმელი ძალა ახლა სამხედრო თვალსაზრისით რა თქმა უნდა არის ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელიც ძალზე ძლიერი სახელმწიფოა ცხადია და ახლო აღმოსავლეთში რეგიონული მასშტაბით ნუ ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო ძალაა, თუმცა არ ვფიქრობ რომ იმ დონის რესურსები შესაძლოა გააჩნდეს ასე ცალკე აღებული დამოუკიდებლად ისრაელს, რომ ირანზე თავდასხმა გაბედოს ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე და გადაიკიდოს მერე ამით ტრამპი. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ანუ ისრაელს კიდევ უფრო მეტად მაქსიმალისტური მიდგომები აქვს, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანთან დაკავშირებით. ეხლა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია შესაძლოა დაკმაყოფილდეს იმითაც, თუ მოახერხებს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას. ისრაელი ვერ დაკმაყოფილდება ამით, იმიტომ რომ შეცვლა იყო თავიდან. ისრაელისთვის მნიშვნელოვანია ირანის სახელმწიფოს განადგურება, ანუ რაც არის, ანუ რეჟიმის შეცვლა ყოველ შემთხვევაში და ამერიკის შეერთებული შტატები ალბათ არ წავა რეჟიმის ცვლილებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს შიდა პოლიტიკურ
ფაქტორებს რომ შევეშვათ, ნუ საგარეო პოლიტიკურადაც ჩვენ ვიცით რა ხდება, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები შედის თან მით უმეტეს უნილატერალურად რეჟიმის შესაცვლელად აი ამ არასტაბილურ რეგიონში, ხო, ჩვენ გვახსოვს ერაყშიც 2003 წლის კამპანია, მაშინაც სამხედრო ინტერვენცია გაგრძელდა, ნუ 20 წელი დიდი ხანი გაგრძელდა საბოლოო ჯამში, თუმცა წარმატებას ამერიკულმა არმიამ მიაღწია მალევე. სამ კვირაში დაამხო ჰუსეინი, ნუ ცოტა იქით ცენტრალურ აზიაში, ავღანეთშიც რაღაც 3-4 კვირა დაჭირდა რეჟიმის შეცვლას და ნუ გონი ეს ისტორიული მეხსიერება ამერიკელებისთვის ისეთი მძიმეა, რომ აი ამის მცდელობაზეც კი რა თქმა ძალიან უნდა, აი მძიმე რეაგირება ექნება. ზუსტად მაქეთ მიმყავს საუბარი, ჯერ კიდევ ვიეტნამიდან იწყება, ვიეტნამის ნამდვილად. ტრამვას ეძახიან ამას ამერიკის პოლიტიკურ და აკადემიურ ელიტაში. ვიეტნამში მარცხი ძალიან წავედ განიცადა ამერიკელმა მოქალაქეებმა და ზოგადად ამერიკელი მოქალაქეები არ ემხრობიან, მხარს არ უჭერენ ისეთ სამხედრო კამპანიას, რომელიც შეიძლება დიდი ხანი ამ თვეებზე მეტი წლები გაგრძელდეს, ხო? და ასეთი რამდენი იყო ვიეტნამი, რომელიც დაახლოებით 12 წელი გაგრძელდა, მერე იყო ავღანეთი, ასევე იყო ერაყი. ანუ ყველა ეს კამპანია, სადაც ინტერვენცია განახორციელა სრულმასშტაბიანი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დასრულდა მათი სამხედრო გამარჯვებით, მაგრამ პოლიტიკური დამარცხებით. რადგან საბოლოო ჯამში, ნუ ერაყშიც ვნახეთ, რომ ჰუსეინის რეჟიმი კი დაემხო, მაგრამ ირანის ანუ ასე ვთქვათ, ირანის სატელიტი გახდა ერაყის შეიტური ელიტა, ნუ ავღანეთში ვნახეთ, რომ ნუ რეალურად რეჟიმი დაბრუნდა და ამერიკული დემოკრატია იქ ვერ შევიდა და ირანი კიდე უფრო ისეთი ხისტი შემთხვევაა, ირანში კიდე უფრო ძლიერი არის. მასშტაბიც დიდია, კი თითქმის 100 მილიონია მოსახლეობა, სამხედრო თვალსაზრისითაც, ნუ ძალიან ძლიერი სახელმწიფოა ირანი, მით უმეტეს, ნუ თუ მოუწევს საკუთარ ტერიტორიაზე ომის წარმოება და აქ არის მნიშვნელოვანი ხალხის კონსოლიდაციის საკითხი, ხო და ანტიამერიკული განწყობების საკითხი. ირანში რო შევიდეს ახლა ჯარით, ხო, სახმელეთო ოპერაცია რო დაიწყოს ამერიკის წაშით არ დახვდები. ხო, ანუ ის ადამიანები, მიუხედავად იანვრის დასაწყისში ცდილობენ დაემხოთ რეჟიმი, ხო, და შაჰი დაებრუნებინათ ირანში, ისინიც კი ალბათ ამერიკელების წინააღმდეგ იბრძოლებენ და ეხაც აი საზოგადოებრივი გამოკითხვები ამერიკაში ჩატარდა ირანთან დაკავშირებით, ან როგორ აფასებდნენ ტრამპის სტრატეგიას და მოქმედებებს ირანის საკითხთან, ირანის ომის საკითხთან დაკავშირებით და დაახლოებით 60-65% მკაფიოდ უარყოფითად აფასებს მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და მკაფიოდ უარყოფითად აფასებდა ჯერ კიდე ამ სამხედრო კამპანიის დასაწყისში. ეხლა რო ჩატარდეს ეს საზოგადოებრივი გამოკითხვა, ხო, ალბათ იქნება 75-80% ფარგლებში მინიმუმ ალბათ. იმიტომ რომ ადამიანური დანაკარგებიც აქვს ამერიკას. და ესეც პრობლემაა რეალურად, ესეც ირანის ხელში ბერკეტია, რომ იცის საზოგადოებრივი განწყობები ამერიკაში როგორია, კიდე მოახლოებული არის შუალედური არჩევნები და იცის, რომ ინტერვენცია არის ფაქტობრივად გამორიცხული. ალბათ მგონია, რომ ერთადერთი აი სტრატეგია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ხელში, რომ გაანეიტრალონ მაინც ყოველ შემთხვევაში ირანი, არის ის, რომ აი ეს 12-დღიანი ომები, წინა წელს რაც იყო 12-დღიანი ომი, რამდენიმე 12-დღიანი ომი მოხდეს ყოველ სიტყვაზე 1-2 წელიწადში ერთხელ, ხო? ანუ როდესაც გაანადგურებენ რაღაც ნაწილს ამ ბირთვული პროგრამის, მერე ნუ ესენი აღდგენას დაიწყებენ, მერე ალბათ ამერიკა, ისრაელი ისევ შეეცდებიან, რომ გაანადგურონ რაღაც ნაწილი, ესენი კიდე დაიწყებენ ხელახლა. საბოლოოდ იმას ბირთვული პროგრამა არ ექნება და პროკრასტინაციის მცდელობა შესაძლოა იყოს, ალბათ ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური მეთოდი უბრალოდ ძვირია, დამღლელია და რა ვიცი, იცვითება პოლიტიკური ელიტებიც ამერიკის ამ პროცესში. რუსეთის ზეგან ჩინეთზე რომ ამბობდით დამკვირვებლის როლშია, რაღაც რუსეთიც ესე აღმოჩნდა ირანზე დარტყმებისას, იმიტომ რომ მაინც იყო მოლოდინი მათ შორის რაღაცა ირანის მხრიდანაც, რომ რუსეთის მხარდაჭერა თითქოს უნდა ყოფილიყო უფრო ძლიერი, მაგრამ ჩვენ ეს ვერ დავინახეთ. რატომ? იმიტომ რომ უკრაინასთან ომით არის დასუსტებული თუ იმიტომ რომ ვერ გავედა ტრამპის გაღიზიანება ამით? მეორე არ მგონია რომ ეგრე იყოს ტრამპის გაღიზიანება არ მგონია იყოს რაიმე პრობლემა პუტინისთვის. არანაირი, უბრალოდ რუსეთი არის კატასტროფულად დასუსტებული უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და არამხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით არის დასუსტებული და ჩვენ
ხედავთ რომ უკვე მეხუთე წელი იწყება ხო 4 წლის თავზე თითქმის 1.5 მილიონი გარდაცვლილი ყავს და ნუ აურაცხელი განადგურებული ტექნიკა და ის რომ რა ვიცი ხა თუნდაც მაგალითად წელს უკრაინამ უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნა ვიდრე რუსეთმა აიღო ეს უკრაინული ტერიტორიები. ამის გარდა პოლიტიკურად, გეოპოლიტიკურად რუსეთი არის კატასტროფულად დასუსტებული. და ეს ჩვენ დავინახეთ ძალიან ბევრგან, რა ვიცი, ანუ ყველა სახელმწიფო რომლის საკუთარ გეოპოლიტიკურ ორბიტაზე შენარჩუნებასაც რუსეთი რეალურად ცდილობდა, ეს სახელმწიფოები გაექცნენ რუსეთს მისი დასუსტების პირობებში, ხო? ანუ რეალურად ომის დაწყების საბაბი უკრაინაში იყო ნატოს გაფართოების საკითხი. ხო, მე არ ვამბობ რომ მიზეზი, მაგრამ საბაბი იყო ყოველ შემთხვევაში. პუტინის მხრიდან და მიიღო რა საპირისპიროდ მიიღო შვედეთი და ფინეთი, ხო, ორი ფაქტობრივად საუკუნოვანი ნეიტრალიტეტის ტრადიციის მქონე. რომელსაც საერთოდ არც დააპირებდნენ ნატოში. ქვეყანა მიიღო ნატოში და საზღვარი გაიორმაგა, ხო, რაღაც 1200 კილომეტრი იყო საერთო საზღვარი ნატოს და რუსეთს შორის და 1300 კილომეტრით, ანუ ორჯერ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ამის გარდაც ხა აი სომხეთი ავიღოთ, აზერბაიჯანი ავიღოთ, მოლდოვა ავიღოთ, ერთი ჩვენ უნგრეთი ავიღოთ თუნდაც, ხო, ანუ რეალურად გეოპოლიტიკური სიტუაცია სწორედ ისეთია, რუსეთმა დაკარგა ფაქტობრივად ყველგან ყველაფერი. ვენესუელა, სირიაშიც, ყველგან ანუ კუბასაც კარგავს ალბათ. კუბასაც კარგავს ტრამპი. კი, ანუ ეგ კუბა, ანუ ვენესუელის საკითხის მოგვარების შემდგომ ალბათ კუბის საკითხის მოგვარება არის ძალიან მარტივი საქმე, ხო, ანუ ყველგან დაკარგული აქვს პოზიციები და მას უბრალოდ აღარ შესწევს ძალა რომ რაღაც ისეთი ძალის პროექცირება მოახდინოს სოფლიოს სხვა რეგიონში, მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთში. ახლო აღმოსავლეთში ბოლო დასაყრდენი ალბათ, ნუ ირანის ომის დაწყება, ნუ ირანს არ გულისხმობ, ალბათ იყოს სირია და სირიაშიც ჩვენ ნახეთ როგორ მოუწია საკუთარი ეს საზღვაო რაღაც ანუ ყველანაირი სამხედროების დისლოცირებული ნაწილების უკან გამოწვევა, ხო? და ნუ რა ვიცი, ავიაბაზა დატოვეს სირიაში, რა ვიცი, ტარტუ დატოვეს, ყველა ხმეიმის საავიაციო ბაზა და რა ვიცი, ყველაფერი რითიც იყვნენ სირიაში წარმოდგენილი, მათ მოუწიათ ამ ბაზების დატოვება, ხო? და ირანშიც ნუ ფაქტია, რომ ვერც იანვარში განვითარებული მოვლენებისას ახერხებდნენ ირანის რეჟიმისთვის რაღაც მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას და ახლა მით უმეტეს ალბათ ვერ მოახერხებენ დახმარების გაწევას, როდესაც აი უკვე ასეთი, ანუ სამხედრო ბლოკადაა, ხო, ასეთი მასშტაბის პროცესები განვითარებული. უკრაინა, რუსეთი რა ხან ვახსენეთ, მინდა რომ მაყურებელს ეს ვიდეო ვაჩვენოთ, დღევანდელი არის და დონეცკში FSB-ს სამეთაურო პუნქტს დაარტყეს უკრაინელებმა და მსხვერპლიც არის და ეს გარდა იმისა, რომ აჩვენ რაღაცა უკრაინისთვის სასარგებლო მაგალითად აი 5 წლის წინ ვინმეს რო ეთქვა რომ FSB სამეთაურო პუნქტს დაარტყავდა უკრაინა, ცოტა უცნაური იქნებოდა და დაუჯერებელი, იმიტომ რომ მუდმივად იყო თავდაცვის რეჟიმში დიდი ხანი. და ეს დღეც დადგა იმედია, რომ ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და ბოლოს აუცილებლად საქართველოს მინდა გითხოთ, აი ამ დიდ გაუგებრობაში, რაშიც არის მსოფლიო და იმ საგარეო პოლიტიკაში, რომელსაც აწარმოებს ტრამპის ადმინისტრაცია, ჩვენ სად ვართ? ჩვენ არსად არ ვართ, სამწუხაროდ, ანუ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მსოფლიოს რუკაზე არის სრულად გამქრალი და ამაზე მეტყველებს ალბათ ის ფაქტიც, რომ ტრამპის არჩევიდან გავიდა რაღაც წელიწადნახევარი, ხო, და ახლო თითქმის წელიწადნახევარი გავიდა და საქართველოსთან მიმართებაში ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციაც კი არ ვიცით. ვიცით რომ რუბიომ დარეკა და რა თქვა, მაგასაც არავინ არ გვეუბნება და მე ეჭვება რომ რაღაცა ისეთზე ყოფილიყო საუბარი, რომ რაღაც ქართული ოცნების ლეგიტიმაციას, ხო, ესე რომ ყოფილიყო იმ ღამესვე, კი რა თქმა უნდა, მე ალბათ შესაძლოა აი არ ვიცი რაზე შეიძლება ყოფილიყო საუბარი, ალბათ ამაზე საუბარი იქნება მარჩიელობა. შესაძლოა რაღაც რეგიონულ კონტექსტზე ყოფილიყო უფრო მეტად საუბარი ბოლო მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო დღეს მაინც გვეცოდინებოდა. კი, არა, გავიგებდით ყველა ვარიანტში. პირველი ქართული ოცნება გაგვაგებინებდა ამ ყველაფერს, კი ბატონო. სამწუხაროდ, ნუ აი, რა ვიცი, საქართველოს არსად არ არის, როგორც აღნიშნე. და ევროპელ მოკავშირეებთანაც ნუ გაფუჭებულია ურთიერთობა, იმ დონეზეა გაფუჭებული ურთიერთობა, რომ აღდგენა რამდენად შესაძლებელი იქნება ამ ხელისუფლების პირობებში, არ ვიცი.
რა უნდა გამოივაჭროს ქართულმა ოცნებამ, რა უნდა დათმოს, არ ვიცი. მე მგონი ეს ზღვარი უკვე გადალახული აქვს, კი. დიდი ხანია და იგივეა ალბათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებითაც, ხო? ნუ არ ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გაუშვებს ხელიდან მისი რაღაც გეოპოლიტიკური პოტენციალიდან გამომდინარე და ჩვენ ვხედავთ, რომ და ძალიან ბევრი რესურსი აქვს საქართველოს დახარჯული კი, რა ამერიკის. თქმა უნდა, ამასაც რო თავი დავანებოთ, ეხლა ბოლო პერიოდში რაღაც ყველა მნიშვნელოვანი ფორმატი, რა ფორმატშიც საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორობდნენ, გადასულია სომხეთში. მაგრამ სომხეთის გეოპოლიტიკას რომ შევხედოთ, ხო, აი ეს ლენდლოკია და ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. აჰა. ამერიკელების სტრატეგიაში ალბათ ესე ჩანს, ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ესე ჩანს, რომ მხოლოდ სომხეთთან რაღაცა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობის ჩვენი დამყარება ამოვარდნით არ ჩვენი გამოვა. კონტექსტის გაუთვალისწინებლად ალბათ შეუძლებელია. ალბათ რაღაც მე მგონია, რომ ჩვენ ამ ორი სახელმწიფოს გეოპოლიტიკა ამ მხრივ ალბათ გადაბმულია და ტრამპის ადმინისტრაციაც ალბათ უფრო რეგიონულ ფორმატში უყურებს ამ სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობებს, ვიდრე აი ეს ცალკე აღებული საქართველოს ხელისუფლებასთან რაიმე შეთანხმების გაფორმებასთან, თუნდაც ლეგიტიმაციის აღიარებას. ნუ ჯერჯერობით საქართველოს გათიშულია ყველანაირად რაღაც ცივილიზებული სამყაროდან და რა ვიცი, ხო, სრულ იზოლაციაშია საქართველოს ქართული ოცნების პირობებში და ალბათ ასე გაგრძელდება რაღაც პერიოდი, სანამ რაღაც მკვეთრი სხვაობა არ იქნება, რაღაც თუნდაც ამ კონფლიქტებში რაღაც მნიშვნელოვანი, თუნდაც ირანში, განსაკუთრებით უკრაინაში, რომელზეც ალბათ საქართველოს საკითხი დიდწილად არის მიბმული, მერე ალბათ უკვე უფრო გამოჩნდება რაღაც კონტურები, როგორ შეიძლება აღდგეს ის პარტნიორობა დასავლეთის და საქართველოს შორის. ხო, ალბათ საქართველოს ოცნების პირობებში ძალიან რთულია, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მართლა მიწასთან გაასწორეს ევროპულ სახელმწიფოებთან და ამერიკასთანაც ურთიერთობა, თქვათ, ახალი ხელისუფლების დიდი იმედი მაქვს, როცა იქნება და მალე იქნება ახალი ხელისუფლების პირობებში, ის გაფუჭებული ურთიერთობები რთული აღსადგენი არ იქნება, იმიტომ რომ მაინც მგონია, რომ ყველას ესმის იგივე ევროპაშიც, რომ ეს არის ცალკე აღებული ქართული ოცნების პოლიტიკა და არანაირი კავშირი ამას ქართულ ხალხთან და საქართველოს როგორც სახელმწიფოსთან არ აქვს. პირველივე დღეს თუ გაიწვია ის დამაზიანებელი კანონები, რაც რეალურად საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უშლის ხელს, მგონია, რომ პირველივე დღეს აღდგება ალბათ ეს დროებით დაკარგული ურთიერთობები. იმედია, რომ დღე მალე დადგება და ამ რაღაცა პოზიტიურ იმედიანი, ასე ვთქვათ, მოლოდინით დავამშვიდობებ ჩვენ მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა გიგა, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად ჩვენი დღევანდელი საუბარი. იმედია ჩვენი მაყურებლისთვისაც ეს იყო მოკლე ჩართვა და მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი მოკლე ჩართვა პირდაპირ ეთერში გადის Dream სტუდიოდან და შეგიძლიათ რომ აქ ჩაწეროთ პოდკასტიც. პირდაპირ ეთერშიც გახვიდეთ და მე თუ დამიჯერებთ, კინოსაც გადაიღებენ ეს ბიჭები. თუ მოგინდებათ ასე რომ იცოდეთ მაინც ამ ადგილის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა ჩემგან მათ ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა თქვენ. შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს ნახვამდის.